სადღაც უფრო შორს თბილისიდან, ქუთაისიდან და სენაკიდანაც კი. ღამის 4 საათზე მეძინა მე. ღრმარულში დავბარბაცებდი და ციცქნა მტევნებით მიმეხუტებინა ფრთამოტეხილი ჩიტი. ვერაფრით ვშველოდი. ისიც ვერ გამომერკვია, სიცივისგან კანკალებდა, ტკივილისგან, თუ შიშისგან. ვეხუტებდი, ვკოცნიდი და მეგონა ყველაფერი მოურჩებოდა სიყვარულით. და იმდენად შეიცვალა ჩემში რაღაც ბოლო დროს, რომ სიზმარშიც კი ვერ მოვარჩინე ჩიტი. გამეღვიძა თუ არა, სარკეში ჩავიხედე და ჩემმა შემურულმა თმებმა გამახსენეს. ცირცელისფერი რომ აღარ მაქვს ყულულები. და პატარა მტევნებიც დიდი ხანია მეკცნენ უღონო ხელებად. ატლანტის მკლავებს რომ ვერ შეედრებიან. მხოლოდ მოფერება და წერა რომ შეუძლიათ. სხვა არაფერი. გვანცა ფიფია და სადღაც ბეღურები რჩებიან. მონაწილეობენ ლილი ხურითი, დავით ხახიძე, გვანცა ფიფია. რეჟისორი სურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია. რედაქტორი ნათია ხოშტარია. იმ ღამეს ბევრს ეღვიძა თბილისში. ქალბატონ ნანასაც ეღვიძა. მთელი დღე მზაკვრულ მტერთან, შაკიკთან ნაბრძოლს, წამლებით, ცრემლებით, ტკივილით ძალა გამოცდილს ეღვიძა და ქალაქში ნაგროვები ნესტი დასტრიალებდა უშველებელი სახლის დერეფანში. ეხეთქებოდა ხან რომელი ოთახის კედელს, ხან რომელს. ქალბატონმა ნანამ გაიტანა ხის პატარა სკამი აივანზე. მოაყოლა ცალხელში ჩატეული საფერფლე, სანთებელო და ვან გოგის ნუშის ყვავილობაში შეფუთული პორტსიგარით სიგარეტის წვრილი ღერები. პირველი სიომი ეპარა და აუთამაშა კისერთან ჩამოყრილი, მუქი ისფერი თმები. თვალებზე ჩამოაწვა ღამის სიმშვიდე და კამის ფოთლებივით მთვლემარე სიჩუმეში გაისმა მეზობლის ტელევიზორიდან სიმღერის ხმა. ეს ღერიც ჩაიწვა, ვით საკმეველი. ეს ღამეც გაივლის როგორც ყველა. ვიხილე ბაღში ვავილი. ვიხილე ბაღში ყვავილი. სატრფო მითხრა თქვენთან ვიცეკვებ წითელ ვარდებს თუ მომიტანთ, მაგრამ ჩემ ბაღში არც ერთი წითელი ვარდი არა. რანაირი გაზაფხულია, ისეთი სიცივია წითელი კი არა, საერთოდ არ ვიცი ვარდები თუ აყვავილდებიან. ვარდები აყვავილდებიან, ნანა, აბა რა სიზამე. შენ მაღაზე არ ინერვიულ.
ნეტა მარტო ვარდებზე ვნერვიულობდე. რა კარგია ცხოვრება, როცა მარტო ვარდებზე ნერვიულობ, არა? ვარდებმა, ვარდების. მე კი გონია არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ყვავილებზე ღელავენ. ერთხელ ვიხილე ბაღში ვარდები. ვარდის ჭკნობა თუ გასევდიანებს, ესე იგი ძალიან ბევრ რამეზე ღელავ. ნანას სახლი ძველ თბილისშია. პირველად რომ მივედი, მაშინაც არ იყო კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა უკვე ავარიულია. ძალიან დიდი სახლია. რთულია მისი მოვლა. რასაც შეუძლია აკეთებს, ალაგებს, პატარა ბაღში ვარდებსაც უვლის. ძველ ფოტოებზე ყველა ოთახი სხვანაირია. სპილოს ძვლისფერი კედლები, მზისფერი იატაკი და უამრავი ხალხი. ახლა აქ სიცარიელია. ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეხურა. როგორ უყვარდა სანდროს ეს ლექსი. მართლა? ო, ციხეში რომ იყო, მაშინ ვუკითხავდი. ზუსტად 5 აპრილს დაიბარეს პირველად. ვინ? სად? დიდმა კაცებმა სალაპარაკოდ. მერე მკითხეს, როგორ თუ პარტიაში არ ხართ. მერე? შენ რა უთხარი? რას ვეტყოდი? ღმერთო. რაღაც საშინელებას ეტყოდი. ზეპარტიული ვარო? არა. რა მეუარესი? თავისუფლება ძვირადღირებული სიამოვნებაა მეთქი. გადაიმტერებ შენ ამ ხალხს, გამიფრთხილები ხარ? ბალიშზე თავი მშვიდად მინებს, ნა? მე არა. გესმის? გახედე იმათ. ვაჟიკო, დაანებე მაგ ბავშვებს თავი. შემოდით ახლა, თორემ მე მაგ წვიმაში გამომსვლელი არ ვარ. აი, აცადე ითამაშო. გაცივდებიან, ხომ ვიცი? გაზაფხულის წვიმაა, რა გააციებთ. დავანთოთ ბუხარი. საღამოს მოვლეს სტუმრები და მერე დავანთოთ. ბავშვებო, ვის უნდა ცხელი კაკაო? მაინც შემოიტყუა. გთხოვ, სუფრაზე არ წარმოგცდეს რამე. რა უნდა წამოწე? იქ რომ დაგიბარეს. და ნუ ეძახი ხალხში მანიაკებს. გეხვეწები. ნუ ნერვიულობ, ნა. დრონი მეფობა. სულ ესე კერა პირზე. დრონი მეფობენ. სისულელეა. არ იცვლებიან. მე ხავ ჩემი თვალით ვნახე, რომ არ იცვლებიან. სულ ვეუბნებოდი, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს მეთქი, მაგრამ ჯიუტი იყო, საშინლად ჯიუტი. პრინციპული. არა, გვანცა, არა. ცოლშვილი როცა ყავს, სხვანაირად უნდა მოიქცე. ის ხომ სიმართლეს ამბობდა. მე ვისრად უნდოდა სიმართლე? იმ დროში. ღმერთო, ვინმეს ნდობა როგორ შეიძლებოდა? ის ხომ მეგობრებს ენდობოდა. არავინ აღმოჩნდა მისი მეგობარი. არავინ. ახლა ყველა კარგადა და შენ სად ხარ, სანდრო? ან მე სად ვარ? ჩემს ყოფნას ყოფნა ქვია? კარგი, არ გვინდა. რა უნდა მომეყოლა შენთვის, იცი? დღეს სკოლაში ძალიან უცნაური რამე მოხდა. სულ როგორ ახერხებ? მე არა, ბავშვები. ჯაჭვედზე ხომ გახსოვს? საბა, ჯაჭვით დასაბმე. ხო. არა არის ცუდი ბავშვი. დღეს იცი რა გააკეთა? ტელეფონში ჩართო რადიო. მერე გონა შენიშვნას მივცემდი და მერე გავაკეთე? რა? რა შენთვის უსმენ?
აუწიე ჩვენს მოგვასმენინე მეთქი. მე მაგიდაზე დავიდო ტელეფონი. გემოვნებაში ვერ ვემთხვევითო. შოპენი ჩართე უხდება მათემატიკას მეთქი. ჰოდა ჩართო. აი ესე ვაკეთებდით მაგალითებს. მე ცოტნე მითხრა მასწავლებელო, მე ბეთჰოვენი მიყვარს და შეიძლება ჩავრთო? მგონია რომ ფილმს მიყვებით. მართლა ასე იყო და რა ვქნა? რაღაცნაირი სხვანაირი ბავშვია. ჩაფიქრებული. რას წარმოვიდგენდი ბეთჰოვენი თუ უყვარდა? მე ჩართო ელისე. ვერ წარმოიდგენ რა დამემართა. და გავაგრძელეთ ამოცანის ამოხსნა. ცოტნემ ჩაილაპარაკა მუსიკასთან, ყველაფერი უფრო ადვილია. და როცა დამთავრდა, ზარიც დაირეკა. შენ აქ რა გიქ? არ შეიძლება მეუღლეს სამსახურთან ყვავილები მივუტანო. მინდვრის ყვავილები? სუბუქი და ნაზი შენსავ. სირცხვილია, ბავშვებმა არ გაიგონონ. სირცხვილია, რომ არ გაიგონ. გიჟები ვეგონებით. და ვინც ცეკვავდა, გიჟებად შერაცხეს მათ, ვისაც მუსიკის ხმა არ ესმოდა. 4 საათია. იყავი ალეკოსთან? ვიყავი. მერე? სახლში ვილაპარაკოთ რა. რამე მოხდა? ის შემოვიდა რესტორანში. ის? მიგვიპატიჟა. რა? მერე? სტუმარი მყავს და ვერ გამოვალ მეთქი. გაგიჟდი? მე მაგათთან პურს არ გავხდე ხნარ. სანდრო, ჩვენზე იფიქრე, რამეს მოიწევ? უნერვიულო. აბა რა უნდა გავაკეთო? უსმინე. რას უსმინო? მუსიკას. ხმარეულ ასაწყობ პიანინოზე სანდრო ცალი ხელით აწყობდა მარტივ მელოდიას. თითქოს საკუთარი გულის ცების ხმა ყოფილიყოს. ყველაზე ახლობელი. მერე კი აღარ გაჟღერებულა სახლში ელისე. კიდევ წვიმს გარეთ. დილიდან წვიმს, ჯერ არ შემწყდარა. რა მყუდრო ოთახია. აქ არც ისმის წვიმის ხმა. არც საათია სადმე რომ იწიკწიკოს. დროს ვაჩერებდით ხოლმე. ნანას სახლში დრო თითქოს მართლა გაჩერებულია. მაგრამ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ალბათ არც ერთი. ეს ოთახი განსაკუთრებითი დუმალია. ხატების კუთხე აქ აქვს. თვითონ არ იხედება ამ მხარეს. ალბათ ფიქრობს, რომ მისმა ლოცვამ შედეგი არ გამოიღო. ეს სახლი სავსეა ბზარებით, თუმცა ერთი განსაკუთრებით იპყრობს ხოლმე ჩემს ყურადღებას. ღვთისმშობლის ხატს მიღმა დიაგონალურად კვეთს კედელს და თითქოს ყრმა იესოს წყვეტს დედის მკლავებიდან. ისე ვინუსხები ხოლმე, რომ მხოლოდ ნანას შეძახილი მაფხიზლებს. ის ხომ ყველაფერს ამჩნევს. და ალბათ იმასაც ხვდება, თუ რატომ მივაჩერდები ხოლმე ამ კედელს ასეთი დაკვირვებით.
არ სად მივდივართ? ვიფიქრე დღეს სახლში დავჩენილიყავით. საღამო შამპანური დავლიოთ. 15 წელი გავიდა. საუკეთესო 15 წელი. დაათჯერ 15 კიდევ წინ არის. შენ უკვდავება გდომებია. უკვდავება შენთან ერთად. გახსოვს პირველივე დღეს რომ მითხარი? ახლა ვეცვალად უნდა მოგიყვანო. და ხომ მოგიყვანე? ზუსტად ამ დღეს 15 წლის წინ შენთან ერთად ვინ ბრძანდებით? რა გნებავთ? სანდრო ზანდუკელი. ნანა. განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ. ბავშვთან გადი. რა განყოფილებაში? ვინ ბრძანდებით? ნანა, ბავშვთან შედი მეთქი. სანდრო, სად მიყავთ? სანდრო! სანდრო! ქალბატონო ნანა, როდის გამოვაამინდები? არ ვიცი. არა როგორ ვერ ვიტან სიცივეს. სულ ამას ვეუბნებოდი დედაჩემს, ნეტავ ჩიტი ვიყო, ზამთარში გავფრინდებოდი და გაზაფხულზე დავბრუნდებოდი მეთქი. ჩიტი? ხო? შეიძლება. წლევანდელი გაზაფხული რაღაც არ გაზაფხულობს. ჯერ იასამანიც არ შემოსულა, თორემ დღეს მოგიტანდით. რა გინდა რა? ნასესხები ფულით ყვავილებს ყიდულობ. აბა რისთვის არის ფული თუ საყვარელი ადამიანები არ გაახარე? მილიონერის გული გაქვს მოკლედ. მაგრამ არ მიგვირს. მეც ასეთი ვარ. ახლა წესით უბედნიერესი ადამიანი უნდა ვიყო. იმ მდგომარეობაში რომ გენახე. რამდენ რამეს გავაკეთებდი, იცი? ახლაც საკმარისად ბევრ რამეს აკეთებთ, ქალბატონო ნანა. არა. ეს სხვა იყო. შენ წარმოდგენაც არა გაქვს. მონაცხრობებიდან ვიცი. თან არა მარტო თქვენი. რატომ არ შემიყვარა ღმერთმა ისე რომ ბედნიერს მევლო? მაპატი, ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებ. უსამართლობა. კი. უსამართლობა. მოდი ჩავიხედოთ შენს ნაჩუქარ წიგნში. ხო, რამე წაიკითხეთ რა. დაუჩქარეთ. დრო გეწურებათო, ნან. ნეტავ რა იციან მაგათმა დრო, ან პოეზია, ან მუსიკა, ან გეყოფა. ხომ იცი ყურს გვიგდებენ. დაგვიგდონ. იქნებ ცოტა განათლდნენ. კარგი. მიდი გააგზელე. მე დავიბადე აპრილის თვეში. ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან. მაწვიმ სითეთრე და წვიმის თქეში. მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან. მაინც არ ესმით. სანდუკელი 2 წუთი. შენ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ყოფილხარ. დაწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა. სანდუკელი. ნან. შემდეგში გრანელი წამიკითხე. მე გალაქტიონს აგიკითხე. შემდეგი როდის იქნება? მალე ნან. ვაჟიკოს შუბლზე აკოცე ჩემგან. მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა. ვტიროდი ხარბად მარტოობით ნალერსალი. ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
ბეღურა. ბატონო, ბეღურა იქნებოდით. ვერ გავიგე რას მეუბნები გვანცა. ჩიტი ვიქნებოდიო და თქვენ ბეღურა იქნებოდით. ხო? შეიძლება. შენ რითი უნდა წახვიდე? გავიხედავ და თუ წვიმს ტაქსით წავალ. აი მე ქალბატონო ნანა. რა იყო? წვიმს კიდევ? ცოტათი, მაგრამ თქვენი ვარდები. რა სჭირთ ვარდებს? აფეთქდნენ, ყველა გაიშალა. რა? აპრილში? ხო, ნახეთ რა ლამაზია. აუ და მოდი დავკრიფოთ. დავკრიფოთ და სახლში წაიღე. მართლა? მართლა. მართლა. ბეღურები რჩებიან. როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს ზამთარი. ქვეყანას არ ტოვებენ. არ ცვლიან ჰორიზონტს მიღმა სითბოს ფუფუნებაში. ნანა ბეღურა იქნებოდა. არსებაც არ გაფრინდებოდა. ვარდები კი მაინც აყვავილდებიან. იმ ღამეს კიდევ ბევრს ეღვიძა თბილისში. ეღვიძა მაკრინესაც და თვალწინ ედგა სასტუმრო საქართველოს მთავარ დერეფანში დევნილი ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი. და სანამ მავთულ ხვართებს მიღმა სანაპიროზე ნაკვალევს შლიდა ქარი, მავთულ ხვართებს აქეთ მაკრინემ ჩაილაპარაკა. მერცხლები რომ კიდეც მოკმან, მაინც მოვა გაზაფხული. საქართველოს რადიო 2025 წელი